მიწონითი კატეგორია. კონსტანტინე ბურჯანაძე. დებიუტანტი მებრძოლი თბილისიდან. რინგის წითელი კუთხე ავთანდილ ტყემალაძე თბილისი. Concrete cold beneath my knuckles, no camouflage, just chalk lines and muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I call my name inside, sharp and gleaming. Fingertips split, legs afraid to thread. While you posted poses, I bled on the ledge. No shortcuts, cut no. Now, okay? Ai. Oh, aqui gato. Onde você tá pilado gato aí? Ai, une, ai cal. Câmera escreve. Oh, onde você tá tede, mas tá pilado. Entra o bolso. Ai, o cure.
ჩელი ყოჩო იმასე ყოჩო აი ტელევიზიო ტელევიზიო ეგემა მარჯვენა გადაუყე ავტო ხელი ზემოთ ინა ხელი ზემოთ არ გადავარდი ავტო ყველა დაგასახსენებო შენ ყოჩო ეგრე აი ბიჭ Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor starts his prey in the night. And he's watching us all with the eye of the tiger. იგივე შვიდა აჟიდა მოგწაობა ერთი ორი და მერე ჩანდი რა იმოცა ისე მარჯვენა შეიძლება საბა ოჩა ეგ გაფუჭებულია და ბოლომდე არ მოუწია არაფრია არ გადავარდა ოფში კადრი აიღე და ყველა დაგმე აიღლები ეგ თავში არა ანა ხელის უჩელი ნახელი მუჩელი ერთი დაბლა მეორე მათ Ani gato. Nada mere mate. უჩელი აგზნობინე შვიდა არ გადავარ შვიდა Orian dada, liera. Eso baba. ნუქნო იარე არ მივარ ნენელა შენ ეგრე წინაჯე ამუშა ოჩა შვიდა Askara gadak, tempismen. Ide. Achele da story daga. არ გინდა ბევრს მოძრაო ნენა შორიდან მეტი შორიდან გააკეთე ელიზემო წინახედი ეგრევე მიარტყა წინახედი ეგრევე მიარტყა ერთი ორი თავი ერთი ორი კარგია კაი ნუ ჩერდები არ გიდაყნაობა იმოძრავე ხელი ზემოთ ხელი ნახელი ზემოთ აი ბიჭი That's your time. Feel the ground shaking when I shout. You ready? Let's go. Don't feel my blood. Champion, one shot, one moment. I'm on this ground. I'm on this ground. They whisper
hands behind my back. My silence screams when not attacked. Fists like verdicts, clean and true. What's left of you? You ready? Let's go. Don't fear in my blood. Check it, one shot, one moment. Eye on this crown. Eye on this crown. Breathe in. Breathe out. Last stop, dies now. Dies now. Dies now. ავთანი დაბიჯებიცი. წინახელი ზემოთ დაბიჯები. არ გინდა ავთანი დაბიჯე მაგრამ გასაუბრა. ნელა მშვიდა. ეგრე შორიდან მარცხენა ფიგურებია. მარცხენა ჩაგდება და ერთიო. ამუშავე ჯერ. არ გინდა წინაობა, არ გინდა იმოწავე. შენ მიჭერე წინახელი ზემოთ. წინახელი ზემოთ ავთანდი. წამოვა თუ არა ეგრევე. რექსენ უკან აბიჯი. აბიჯი. ეგრე მარცხენა. ისე ეგრე. ოდე მარცხენა პიდა მარცხენა ბაკა. დების. ერთი ორი ავთანი. ხელია შეკრა, ხელია შეკრა. ურე, მარცხენა. ჩაგდება და მარცხენა. ებია ამუშავე. მარცხენა იყო საჭირო. მიყევ არ გაჭერე. წინახელი ზემოთ. დუელოდები ავთანი. არის მოწ არის თუ რა? ნეგედა, ნელა. აგოს მე გაიჭირა. რეაქცია უნდა გაიგო. ელიზე. აი ხა, ოცა. აი ბიჭო. ავი მუცე. მარცხენა შენიკებს. აკეთე მარცხენა მუცე. ხელი. ოცა. აი ბიჭი, აი ბიჭი. ელამშიდა. მიდი მიემუშავე, მიდი. რუს მარცხენა ათამაშე. ოცა, აი ბიჭი, აი ბიჭი. აუ, მიდი. რატო შენ დაიწყე, ავთანი. ოცა. აი ბიჭი. შენ დაიწყე. ათი წამი, განცოლა შენ დაიწყე. ჩაგდება და მიდი. ახლო. დები ჩაგდება და მარცხენა. ოცა. მოგესალმებით მეგობრებო, ტექნიკური ხარვეზის გამო Person look, not every night. კომენტარს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბოჩი მალთაკვის სანაპიროზე საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი აორგანიზებენ ამ ღონისძიებას. სოფლიოს არაიტინგო ბრძოლებში ჩვენ ნახავთ გამორჩეულ ქართველ მოკრივეებს და ამავდროულად ჩვენ ვიხილავთ საქართველოს საჩემპიონო კამარზე ბრძოლებს. ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გამორჩეული მოკრივეები ბათუმელი ჯაბა მემიშიში და ადგილობრივი ფოთელი მებრძოლი ავთანდილ ჭუბაბრია. რაც შეეხება მეორე საჩემპიონო კამარს, ჩვენ ამ ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ ვიხილავთ ასევე გამორჩეულ მოკრივეებს. ამომავალი ვარსკვლავი ქართული პროფესიონალური კრევის გიორგი გიგნიაშვილი, გოგა ქავთარაძის წინააღმდეგ კრევის კლუბი მგლები. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ ვადენთ თვალყურს,
ერთმანეთის პირისპირ რინგზე არიან ავთანდილ ტყემალაძე, ჭიათურელი მებრძოლი, რომელიც დღესდღეობით თბილისში ვარჯიშობს, წარმოადგენს ვერისბაღის კრივის დარბაზს და მის წინააღმდეგ კონსტანტინე ბურჯანაძე, რომელიც არის ძალიან სპორტული ოჯახიდან, მისი მამა ბატონი დავით ბურჯანაძე ძალიან ცნობილი მწვრთნელია კრივის, კიკბოქსინგის, თუმცა დღესდღეობით კონსტანტინე გამოდის გუდიანის გუნდის სახელით. გუდიანის გუნდი ყველასათვის კარგად არის ნაცნობი, ლევან ციკლაური გახლავთ მწვრთნელი გუდიანის გუნდის მთავარი პერსონაჟი და სწორედ ლევანმა გამოიყვანა და სეკუნდანტობს ახლა სწორედ კუთხიდან ლევან ციკლაური, ყველასათვის კარგად ნაცნობი მებრძოლი და მოკრივი. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, კონსტანტინესთვის ეს არის სადებიუტო ორთაბრძოლა, რაც შეეხება მის მეტოქეს ავთანდილ ტყემალაძეს გამოცდილი მებრძოლია, უკვე შეიძლება ითქვას პროფესიონალური კრივის რინგზე აქვს ჩატარებული ბრძოლები, თუმცა კონსტანტინეს სამოყვარულო კრივში, კიკბოქსინგში, სხვადასხვა ორთაბრძოლებში არაერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული, ასაკითაც დაახლოებით თანაბარი ასაკის არიან და შესაბამისად ძალიან თანაბარი მოკრივეები არიან. შეიძლება ითქვას, რომ საოცარი ხედია ჩვენ წინაშე ვიმყოფებით ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე და ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ქალაქ ფოთის მერიას, რომელმაც ნიშნულოვანი და ძალიან კარგი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ სწორედ აი აქ ქალაქ ფოთში შემდგარიყო აი ეს დიდი საკრივო შოუ. მით უმეტეს რომ ფოთი არის უდიდესი საკრივო ტრადიციების ქალაქი და შესაბამისად ეს ქალაქი იმსახურებდა წლების განმავლობაში, რომ აქ მომხდარიყო ის ბრძოლები, აქ ჩატარებულიყო დიდი საკრივო შოუები და აი ეს დღეს დადგა. მე ვფიქრობ, რომ გადამდები იქნება და პრეცედენტული იქნება აი ეს შოუ და ტრადიციად იქცევა ქალაქ ფოთისათვის. უნდა ითქვას, რომ გაბარიტებში განსხვავება აშკარად მოკრივეებს შორის კონსტანტინე ბურჯანაძე გაცილებით მაღალია ვიდრე ტყემალაძე, შესაბამისად ბურჯანაძემ შორტ დისტანციაზე შეუძლია იბრძოლოს, ტყემალაძისთვის კი ახლო ბრძოლა არის შანსი, არის შესაძლებლობა და ეს უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ახლო ბრძოლაში უნდა იცადოს, რომ შევიდეს.
მაშა ასე მეგობრებო ხალხი ემატება მალთაყვის სანაპიროზე ფოთში ჩვენ საკრევო შოუს შეიძლება ითქვას არ ვიცი რამდენად ჩანს კადრებში და მეორე მხარეს არის ძალიან დიდი მასა გულშემატკივრების ფოთი საკრევო ქალაქია ძალიან მაგარი ქალაქია და აი ახლა ამ პირველი ბრძოლით ეს ყველაფერი გაიხსნა დაველებო საბრძოლო ფრე აპლოდისმენტები მებრძოლებს მაშა ასე ფრე აი ამ მართლაც ძალიან ბრძოლაში კონსტანტინე